არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე ბოტიჩელის ნახატების მიხედვით შექმნილი დასტა მოგუყვება როგორი იქნება მომდევნო კვირის ტენდენციები ფინანსურ ასპექტში და სასიყვარულო ასპექტში. დავიწყებ ფინანსებით და თუ ვერ მოვასწრებ ვიდეოს, შემდეგ ახალს ჩავწერ სასიყვარულო ასპექტზე. ნახოთ აბა როგორი გვექნება ფინანსური კუთხით მომდევნო კვირა. რას უნდა ველოდოთ შემდეგ კვირაში ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაში. რაღაც ახალი აღმოჩენები გვაქვს. შეიძლება თქვენ ისეთი რამ აღმოაჩინოთ თქვენში, ანუ რაღაც ახალი შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა აღმოჩენა, ეხა ესეთი სიტყვა ფინანსებს და ზოგადად მიღწევებს, რაც შეეხება, აქ რა თქმა უნდა არის თქვენს მიერ გარკვეული ცოდნა დაგროვილი, გამოცდილება დაგროვილი და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე თქვენ რაღაცა გარკვეულ ახალ სიტუაციამდე მიდიხართ. ან ნახეთ, მომდევნო კვირაში იქნება ესეთი განძის აღმოჩენის მომენტი საკუთარ თავში, რომ მე ესეც ხო შემიძლია რომ გავაკეთო, ასეც ხო შემიძლია რომ მოვიქცე. ანუ შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი რაღაც გარკვეულ ჩიხში იმყოფებოდეს, ეხლა და სიტუაციის გადაჭრის გზებს ეძებდეს და აი თითქოს გაგინათდებათ გონება, სხვებიც გეხმარებიან, რა თქმა უნდა, აქ დახმარებასაც იღებთ და აი მოდის ეგეთი მომენტი თითქოს რომ აღმოაჩენთ როგორ უნდა გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან ისეთ აღმოჩენას გააკეთებთ, რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, რომ ეს აქამდე როგორ არ მომაფიქრდა და ვაი, ესეც შეიძლებოდა რომ გამეკეთებინა, თითქოს ეგეთი რაღაცა მომენტი იქნება, აი ეს შებოჭილობის ეს რაღაცა მოიხსნება თითქოს და გაგეხსნებათ გარკვეული გზა. აქ შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებლობასაც გაძლევთ სამყარო გარკვეულს მომდევნო კვირაში, იცით რაღაცა ამბავს გიგზავნით. რაღაცა მოდის თქვენთან პირდაპირ ესეთი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით რაღაც ახალი ამბავი მოდის თქვენთან, აი როგორც შანსი ასეთი მომენტი გეძლევათ რა და თქვენი ამოცანაა რომ ეს შანსი დაინახოთ ერთია და გამოიყენოთ. ანუ შიშის ფაქტორი არ გქონდეთ, გარკვეული ნდობის მომენტი უნდა გქონდეთ სამყაროს და საკუთარი თავის მიმართ პირველ რიგში და გამოიყენოთ ის შანსები, რაც გეძლევათ, ის ნიშნები, რომელსაც გიგზავნით სამყარო, თქვათ, აი დაგანახე, ასე გააკეთე, აი ესეთი გზაც არსებობს და მოდი ესეც სცადე. ანუ მომდევნო კვირა იქნება ერთგვარი ესეთი შანსების გამოყენების შესაძლებლობის კვირა, რომ რაღაცა მომენტები დაიჭიროთ და აითვისოთ. აქ ნდობის ფაქტორი ჩანს აუცილებლად უნდა ენდოთ. არ გამოვრიცხავ ვიღაცისთვის იყოს, იცით რა შეიძლება თქვენ იყოთ ვიღაცისთვის დამხმარე, ან თქვენ შვილს დაეხმაროთ, დაჭირდეს მას თქვენი დახმარება. შემდგომ კვირაში რაღაცა ბიცკივით შეიძლება რომ იყოთ თქვენი ახლობლისთვის თქვენ. აი ნუ ვიღაცისთვის არის რომ მას აქვს ესეთი კვირა, რაც მანამდე ვისაუბრეთ, აი ხა თითქოს სხვა ადამიანისთვის მოდის ინფორმაცია, რომ შესაძლოა მომდევნო კვირაში თქვენი გარკვეული დახმარება დაჭირდეს. ანუ თქვენ ხართ ვიღაცისთვის დამხმარე, კი ვიღაცას ეხმარებით, აი როგორი მომენტია, ისე ძალიან დაჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ასე ვთქვათ. თქვენ ამ შემთხვევაში გამოხვალთ როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა მის საქმეში, ესეთი მომენტი იქნება. მთლიანობაში კარგი კვირა, რაღაცა შედეგებზე გასulis სიტუაცია იქნება, თუ ისევ და ისევ თქვენ არ წახვალთ რაღაცა, ესე იგი
საკუთარ თავთან ჭიდილში და არ გექნებათ ეს შინაგანი ბრძოლები, რომ აი შევძლებ, არ შევძლებ, რას ვაკეთებ, საკუთარ თავს ნუ დაეჭიდებით და ნურც დააკნინებთ საკუთარ თავს, გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების, გჯეროდეთ პირველ რიგში საკუთარი თავის და ყველაფერი გამოვა. ნუ გადახვალთ ესეთ მომენტებში, რომ ვაიმე, აი ნახეთ, თქვენ ხართ შემოქმედის, ასე ვთქვათ, პოზიციაში. და უნდა იმოქმედოთ პირდაპირ ესეთი მომენტი არის. ანუ აი რაღაც ესეთი მოდის, რომ ფინანსურ საკითხს ეხება, მაგრამ აქ საჭიროა თქვენი მოქმედება, აქტიური მოქმედება, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი და იქნება კიდევაც შედეგი. არ გაჩერდეთ, მეგობრებო, კი, აი აქტიური მოქმედება და შედეგი არის საკმაოდ კარგი ფინანსური შემოსავალი და ეს სავარაუდოდ იწყება შემდეგ კვირაში და მიაქციეთ ამას ყურადღება.